მოგესალმებით. დღეს გიჩვენებთ რა შედეგები მოხდა სტუდია მონიტორის ორ ჟურნალისტურ გამოძიებას. ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ გიამბობდით თევზის მომპოვებელი კომპანიების პრობლემებზე, რომელიც ნაწილობრივ მოგვარდა. მათთვის დაწესებული დისკრიმინაციული გადასახადი არ შეცვლილა, თუმცა შემოსავლების სამსახურმა კომპანია მადაის ყადაღა მოხსნა და თევზჭერის უფლება მისცა. ამასთან ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება 3 წელზე გადაუნაწილა. ჩვენი ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტარიფი ხელოვნურად იყო გაზრდილი. მარეგულირებელმა კომისიამ 2013 წლის ოქტომბერში, ანუ ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ, ტარიფი შეამცირა. ეს კადრები სტუდია მონიტორმა გასული წლის ნოემბერში ფოთში გადაიღო. კადრებში შავ ზღვაში თევზის მომპოვებელი კომპანიის მადაის დაყადაღებული გემებია აღბეჭდილი. გადაცემა ეხება შავ ზღვაში თევზის მომპოვებელ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს ერთი გადაწყვეტილებით გაკოტრების პირზე მივიდნენ. ნოემბერში მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენები იყო მადაის, პალიასტომის და თევზის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი კომპანიების პრობლემები. მეთევზეები სახელმწიფოს მიერ შემოღებულ კაბალურ გადასახადებზე და დაგროვილი დავალიანებების გამო გაკოტრების პირას მისულ ბიზნესზე საუბრობდნენ. ზარალი წავიდა მილიონებს გასცა. უნდა გავიდეს აუქციონზე და იქ რო ჩაირთვება მერე, ასე ვთქვათ, სხვა თამაშის წესებში გადადის და გაგულაგებული ხარ რა ასე ვთქვათ. რაც პალიასტომს გააჩნია ლიცენზიის ჩათვლით, ყველაფერი ეს არის დაადაღებული. მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება ეთერში 2013 წლის 13 ნოემბერს გავიდა. იმ დროს თევზჭერის სეზონი ოფიციალურად თვენახევრის დაწყებული იყო. თუმცა მადაის გემები რამდენიმე დღეში იძულებით აუქციონზე უნდა გაეყიდათ. კომპანია სახელმწიფო 1 მილიონზე მეტ ლარს ედავებოდა. მეთევზეები ამბობდნენ, რომ დავალიანებები დისკრიმინაციული გადასახადების გამო დაუგროვდათ. შავ ზღვაში თევზის მოპოვებისთვის გადასახადების დაკისრების ფორმას დისკრიმინაციულად მიიჩნევდა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. ეს არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული გადასახადი, ის უნდა მოიხსნას. ფილმის გასვლიდან ერთ თვეში ფოთში შეცვლილი სურათი დაგვხვდა. მადაის გემები ზღვაში გავიდნენ. სახელმწიფომ გემებზე დადებული ყადაღა გააუქმა და კომპანიამ თევზჭერა დაიწყო. ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინეს როგორც ჩანს და მე ასე ვთქვათ ყურადღება მიაქციეს. დააკვირდნენ რამდენად ისე იყო სრულებად იყო რა ეს ყადაღა დადებული. ეთყობა. მე დაელაბა 3 წელი გადაავადეს როგორც წეგან თქვი. ეს ყადაღა მარა ის რომ მაინც მოეხსნათ თანხა მაგიჯერ გარკვეული მაინც არ არის. ეთყობა ვიღაცა ჭვიანი იყო და მიხდა ამდენი კაცი მუშაობს აქ, ამდენი ადამიანი მუშაობს. უნდა იყოს გაჩერებული ტყილა და უნდა დაიჟანგოს. რომს გადახდა რომს იყოს ერთ საშუალება იმუშაოს გემა თორე თუ გააჩერე გემი იდგება და ვერც ვერაფერს გადაიხდის. სეზონი 1 თვის დაგვიანებით დაიწყეს, თუმცა მადაის გემები თევზს 24 საათიან რეჟიმში მოიპოვებენ. რო გადაწყდა რომ ნებართვას მიცემდნენ გემების გაშვებას, მაშინ უკვე გვიანი იყო სეზონი და მოუწია 13 გემას. ძირითადი მასა რაც იყო თევზის, ბევრი თევზი რაც იყო აქ დანაკლის მხარეს წამოვიდა კი აწყვეტა. აქ პატარა ღია ტერიტორიაა დარჩენილი. მანამდე თავიდან იყო დრო რომ აი ბათუმში, სუცაში და იქ თევზაობის საშუალება ესემოდა, მაგრამ გააგვიანდა მე სეზონს და არა სეზონი რავი, ჯერჯერობით ნორმალური ჩანს. შარშანდელისნაირი კარგი სეზონი არ არის, მაგრამ წელსაც თევზი იჭირება ჯერჯერობით. ზღვაში გასვლის მიუხედავად მადაის დირექტორი ამბობს, რომ თევზის მომპოვებლების პრობლემები არ გადაჭრილა. არ შეცვლილა გადასახადების ფორმა, რომელმაც კომპანიები გაკოტრებამდე მიიყვანა. უკვე ეს პროცესები იყო, რომ სამართლოს გადაწყვეტილებთ აუქციონს აკლდა 1-2 დღე დაწყებას. თუ არ იქნებოდა ეს, 2 დღეში ჩაირთვებოდა სააუქციონო მექანიზმი და დაიწყებოდა კომპანიის ქონების რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამსახურთან ხელშეკრულებით გავაგრძელეთ 3 წლიან დროში საქმიანობა და 3 წელზეა გაწერილი ეს გადასახადი, რომელიც დაახლოებით გაიზრდება 2 მილიონს აღწევს. 2 მილიონზე ადის ვალი. არჩევანი სულ გაკოტრებასა და უმუშევრობასა და ასე ვთქვათ საქმიანობას შორის ეს გაიყიდებოდა ჩვენი ძირითადი საშუალებები, არაფერი საქმე არ იქნებოდა.
რაც შეეხება ფინანსური კუთხით, რომ რამე შეღავათები მოსულიყო, არაფერი. ისე დარჩა და ისეთი, ასე ვთქვათ, კაბალური კანონმდებლობაა. ვიდრე კანონმდებლობის შესახებ ვისაუბრებთ, ჯერ შავ ზღვაში თევზის მოპოვების სქემას აღწერთ. 2006 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში თევზის მოპოვების ლიცენზია 10 წლის ვადით 4 კომპანიაზე გასცა. რისთვისაც მეწარმეებმა სახელმწიფოს ჯამში თითქმის 9,5 მილიონი ლარი გადაუხადეს. მეთევზეებმა ამით მოიპოვეს უფლება შავ ზღვაში არსებული ქაფშიის ყოველწლიური კვოტა ლიცენზიის მიხედვით გაენაწილებინათ. გამარჯვებულმა კომპანიებმა ასოციაცია შექმნეს და თევზის მოპოვება დაიწყეს. ასოციაციის ხელმძღვანელი მონიტორისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ თავიდან საქმე კარგად მიდიოდა. თითქმის 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია იქნა განხორციელებული. აშენდა 4 თევზის ფქვილის გადამამუშავებელი და 3 გამყინავი ქარხანა. შეძენილი იქნა გემები. დაიხვეწა და გადაიარაღდა არსებული ტექნიკა. ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მეთევზეების პრობლემები 2010 წლის იანვარში პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაიწყო, რომლითაც მეთევზეებს მოსაკრებლის გადახდის წესი შეეცვალათ. მანამდე თევზჭერი კომპანია რესურსის მოსაკრებელს სახელმწიფოს შემდეგი წესით უხდიდა. გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველ წელს გამოსცემდა ბრძანებას, რომლითაც შავ ზღვაში მოსაპოვებელი ქაფშიის ოდენობას ადგენდა. მაგალითად სეზონზე 80,000 ტონას. სეზონის დასრულების შემდეგ კომპანიები გადასახადს დაჭერილი თევზის რაოდენობის მიხედვით იხდიდნენ. მაგალითად თუ მადაის ლიცენზიით 20,000 ტონის მოპოვების უფლება ჰქონდა, რეალურად კი მხოლოდ 10,000 ტონას მოიპოვებდა, გადასახადს მოპოვებული თევზის მოცულობის 10,000 ტონისას იხდიდა, 1 ტონაზე 25 ლარს. 2010 წელს სწორედ ეს წესი შეიცვალა. 2010 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის გადახდა ხდება არა ფაქტიურად მოპოვებული რესურსის მიხედვით, არამედ დამტკიცებული კვოტების მიხედვით. უფრო გასაგები რომ გახდეს, მოდით ციფრებს გადავხედოთ. გარემოს დაცვის სამინისტრომ 2010-11 წლის სეზონზე შავ ზღვაში მოსაპოვებელი თევზის ოდენობა 70,000 ტონით განსაზღვრა. ლიცენზიანტებმა რეალურად მხოლოდ 37%-ის მოპოვება შეძლეს. 2011-12 წლის სეზონზე კვოტა 80,000 ტონით განისაზღვრა. რეალურმა მოპოვებამ კი მხოლოდ 14% შეადგინა. 2012-13 წლის სეზონზე მოსაპოვებელი თევზის რესურსი 60,000 ტონა იყო. მეთევზეებმა 99%-ის მოპოვება შეძლეს. ზემოხსენებულ 3 სეზონზე ჯამში მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა სახელმწიფომ 210,000 ტონით განსაზღვრა. რეალურად მეთევზეებმა ამ კვოტის დაახლოებით ნახევრის 44%-ის მოპოვება შეძლეს. თუმცა სახელმწიფომ მეთევზეებს გადასახადი კვოტის სრული ოდენობის 210,000 ტონის დააკისრა. საბოლოოდ სხვაობამ კვოტასა და რეალურ მოპოვებას შორის 118,000 ტონა შეადგინა. მეთევზეებს იმ 118,000 ტონა თევზის გადასახადი დაეკისრათ, რომელიც თეორიულად შავ ზღვაში იყო, მაგრამ მათ არ მოუპოვებიათ და თვალითაც არ უნახავთ. მოუპოვებელი თევზისთვის დაკისრებულმა მოსაკრებელმა ჯამში დაახლოებით 3 მილიონი ლარი შეადგინა. ამას მოყვა 2011 წელს კიდევ ერთი ახალი გადასახადის შემოღება. იმ წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. მათ შორის რესურსის, ამ შემთხვევაში თევზის განკარგვის უფლებაც. ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით შავ ზღვაში თევზის მომპოვებლებს ახალი გადასახადი, რეგულირების საფასური დაემატათ. რეგულირების საფასურის გადახდაც დაეკისრათ ლიცენზიის ფლობელ კომპანიებს. ეს არის 1 ტონა ქაფშიაზე 15 ლარის ოდენობით, ანუ დამატებით 1,5 მილიონ ლარი. ახალი გადასახადიც მეთევზეებს მოსაკრებლის მსგავსად სამინისტროს მიერ დამტკიცებული კვოტის მიხედვით უნდა გადაეხადათ და არა რეალურად დაჭერილი თევზის რაოდენობის მიხედვით. 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფომ ლიცენზიანტებს 140,000 ტონა თევზის რეგულირების საფასური დადგენილი კვოტის მიხედვით გადაახდებინა. თუმცა მეთევზეებმა კვოტის მხოლოდ 39% მოიპოვეს, მაგრამ რეგულირების საფასური წინასწარ გამოცხადებული 140,000-ის დააკისრეს.
სახელმწიფომ ჯამში იმ 75,000 ტონის გადასახადი დააკისრა მეთევზეებს, რომელიც არ მოუპოვებიათ. სხვაობამ რეალურად დაჭერილი თევზის გადასახადსა და დაკისრებულ შორის რეგულირების გადასახადის ნაწილში 1,125,000 ლარი შეადგინა. მოსაკრებლის და რეგულირების გადასახადის სახით ლიცენზიანტებს სახელმწიფო მოუპოვებელი თევზისთვის ჯამში 4 მილიონზე მეტი ლარი დააკისრა. 3 თვის წინ მონიტორთან ინტერვიუში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობდნენ. ლიცენზიანტებთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვავდა გარემოს დაცვის მინისტრიც. თუ რამე უსამართლოა, ის უნდა გასწორდეს იდეაში ახლა და საერთოდ, მაგრამ ეს რამდენად სამართლიანია თუ უსამართლოა, ეს კარგად უნდა იყოს შესწავლილი. ასეთი რაღაცების უბრალოდ ნებისმიერი თუ რაღაც ცვლილება იქნება, ეს უნდა იყოს მართლაც და მართლაც არა მხოლოდ რომ ვინმე ლიცენზიანტს მოუნდა, ან ვინმე სამინისტროს მოუნდა, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ისეთი დასაბუთებული და სამართლიანი და შავ ზღვაში თევზის მომპოვებელ ლიცენზიანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფილმის გასვლიდან 3 თვის შემდეგაც გარემოს დაცვის სამინისტროს მეთევზეებისთვის სასიკეთო ცვლილებები არ განუხორციელებია. იგივე მდგომარეობა არის პალიასტომისთვის სასიკეთოდ ნამდვილად არაფერი არ შეცვლილა. რაც შეეხება მადაის არეპატია ისვალი გადაუნაწილდა და აქედან გამომდინარე რომ ვთქვა რომ სახელმწიფომ რაღაცა რეალური ნაბიჯები გადადგა დარგის დახმარებისთვის, ამ ლიცენზიანტების დახმარებისთვის ნამდვილად ვერ ვიტყვი. თევზის მომპოვებლებს წლევანდელ სეზონზე დაჭერილი თევზის გადასახადის გადახდა ისევ წინა ხელისუფლების დროს დადგენილი წესის მიხედვით მოუწევთ. მეთევზეები ითხოვენ, რომ რესურსის მოსაკრებელი რეალურად მოპოვებული თევზისთვის დაეკისროთ. რეგულირების საფასური კი საერთოდ გაუქმდეს. ეს არის უსამართლო და დისკრიმინაციული კანონები. ეს არის რეგულირების საფასურის შესახებ კანონი და მოსაკრებლის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც ლიცენზიის მფლობელი კომპანიები გადასახადებს იხდიან დადგენილი კვოტის თანახმად. არც ერთ ქვეყანაში რესურსის მოსაკრებლის გადახდა დადგენილი კვოტის შესაბამისად არ ხდება, ხოლო რაც შეეხება რეგულირების საფასურს, ეს საერთოდ სხვა თემა არის. რეგულირების საფასური ეს არის ფაქტიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირების წყარო, სადაც მეწარმეები იხდიან გარკვეულ თანხას. მეთევზეები ამბობენ, რომ სააგენტო, რომელსაც 1 ტონა კაფშიაზე 15 ლარს რეგულირების საფასურს უხდიან, სანაცვლოდ არანაირ მომსახურებას არ უწევს. გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგივე სიპია. ჩვენ სამინისტროს წარმომადგენელს ვკითხეთ, რა მომსახურებას უწევს სააგენტო მეთევზეებს, მისთვის გადახდილი მილიონობით ლარის სანაცვლოდ. კონკრეტულად რესურსის მოპოვების შემთხვევაში რა მომსახურებას თავაზობს და უწევს რეგულირების საფასურის სანაცვლოდ. მე ალბათ გამიჭირდება ამ შემთხვევაში კონკრეტულად თუ რა საქმიანობა არის, ალბათ იმ სტრუქტურის წარმომადგენლებს უნდა შევეკითხოთ. ახლა მე ამ სტრუქტურასთან თვითონ ამ თანხის გადანაწილების არ ვიცნობ პირადად. მე უბრალოდ გითხარით, რომ ჩვენ ზოგადად ამ გადასახადთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება და ეს დავამატებდი, რომ წლევანდელ წელს თევზის რაოდენობა შედარებით მაღალია, ჭერილი მაღალი და ამ გრაფიკით თუ გაგრძელდა თევზმომპოვებლები, ლიცენზიანტები ამ კვოტას აითვისებენ, იმიტომ რომ ძირითადი პრობლემა რაც იყო წინა წლებთან დაკავშირებით, გადასახადი იყო და თვითონ თევზის ჭერილის რაოდენობა არ იყო იმ დონეზე ასული, რომ მათ ფიზიკურად ეს გადასახადები გადაეხადა. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მეთევზეებთან სამუშაო შეხვედრები აქვთ და მათი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ. ხად ნორმალურად არ არის საქმე, იმიტომ გვაქვს მოლაპარაკებები და იმიტომ გვინდა რომ რაღაც გამოსავალი მოვძებნოთ ამ სიტუაციიდან, რა თქმა უნდა. გარემოს დაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გეუბნებით, რახან ჩავედით, შევხვდით, შემდეგ კიდევ ჩამოვიდნენ შეხვდებით და კიდევ ვაგრძელებთ კონსულტაციას ამ კვირაში გვექნება შესაბამის უწყებს და კურსზე, რა თქმა უნდა, სამინისტროს მზაობა რომ ეს საკითხი განიხილოს და გამოსავალი იქნას მოვძებნი, რა თქმა უნდა არის. ვიდრე სახელმწიფო საკანონმდებლო ცვლილებებს მოახდენს, კომპანიები თევზის მოპოვებას განაგრძობენ. როგორც ამბობენ, თევზის რაოდენობა წლევანდელ სეზონზე კარგია. მეთევზეები 24 საათი მუშაობენ და ხვალინდელ დღეს უკეთესის იმედით ელიან.
2013 წლის ზაფხულში სტუდია მონიტორმა თბილსრესის გასხვისების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. გამოძიებაში ნაჩვენები იყო, როგორ იღებდა პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილის კომპანია დამატებით ათეულობით მილიონ ლარს სემეკის უმოქმედობით. სტუდია მონიტორი დაინტერესდა, როგორ შეიცვალა მდგომარეობა გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ. თბილსრესი 2000 წელს გაკოტრების შედეგად გაიყიდა. გაკოტრების საფუძველი მისი კრედიტორული დავალიანება იყო. სააქციო საზოგადოება თბილსრესს 377 მილიონი ლარის ვალი ჰქონდა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 347 მილიონი ლარი ფინანსთა სამინისტროს მიმართ იყო დაგროვილი. გაკოტრების დაწყების შემდეგ თბილსრესის აგრეგატები და ინფრასტრუქტურა კაპიტალურად გაარემონტეს, რაშიც სახელმწიფომ 30 მილიონ ლარამდე დახარჯა. 2005-6 წლებში ჩატარდა საკმაოდ სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც თვითონ აგრეგატების მესამე-მეოთხე მომხმარებელობაში, ასევე ინფრასტრუქტურის. ის სარეაბილიტაციო რამდენადაც მოხდა 25-30 მილიონი ლარის ფარგლებში იყო ჩატარებული. თბილსრესის გაკოტრების პროცესი აუქციონით დასრულდა. პირველ აუქციონზე კომპანიის ქონება 330 მილიონ ლარად გამოვიდა. მეორე აუქციონზე განსხვავებულ ფასად, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა. მესამე აუქციონზე თბილსრესის ქონება 7 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიტანეს, თუმცა მესამე აუქციონზე მოულოდნელად პირობებში ახალი ვალდებულება გაჩნდა. ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის აშენების პირობა. ქონება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ იყიდა. კორპორაციის დამფუძნებელი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის. პოტენციური მყიდველები ელოდებიან ხოლმე მესამე აუქციონს, რადგან ყველაზე ნაკლებ და ხელსაყრელ ფასში შეეძინონ ესე ვთქვათ ლოტი. სწორედ ამ დროს ჩდება ეს ვალდებულება თბოელექტროსადგურის აშენების და აი ამ ბერკეტმა ამ ბერკეტის გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ აუქციონზე, მესამე აუქციონზე მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, რადგან ის ვადები, რომლებიც ვალდებულება ითვალისწინებდა თბოელექტროსადგურის აშენებას, იყო არარეალური, ანუ ამ ვალდებულების აღება ნიშნავდა მის შეუსრულებლობას. ჩვენ ასევე თბილსრესის გასაყიდი ფასის დადგენის წესით დავინტერესდით. კომპანიის ქონება 7 მილიონ 350.000 ლარად გაიყიდა, რაც მაშინ ეროვნულ ვალუტაში 12 მილიონ ლარს აღწევდა. გაყიდვამდე 2 თვით ადრე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თბილსრესის ქონება 159 მილიონ ლარად შეაფასა. წარმოიდგინეთ, ძალიან მომხიბლელია, როცა 159 მილიონ ლარიანი ღირებულების ქონებას 7 მილიონ 350.000 ამერიკულ დოლარად ყიდულობ. ვერც მიიღებდა ვერავის სხვა მონაწილეობას ამ აუქციონში. ეს პირობაში იყო ჩადებული. ჩვენს გამოძიებაში თბილსრესის გაყიდვით დაზარალებული კრედიტორები ეჭვობდნენ, რომ ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის აშენების პირობა ხელისუფლებამ სწორედ ბეჟუაშვილის სასარგებლოდ ჩადო. თბილსრესის შემძენი კომპანიის დამფუძნებელი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, აგრეთვე ფლობს შპს საქნახშირი GIG-ს ჯგუფს, რომელიც ტყიბულის ტერიტორიაზე ნახშირს მოიპოვებს. თბილსრესის მფლობელი კორპორაციის დირექტორი ნათია თურნავა ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის აშენების ინიციატორები ჯერ კიდევ აუქციონამდე მათი კომპანია იყო. ჩვენ რამოდენიმეჯერ სხვადასხვა პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროს შევთავაზეთ სხვადასხვა პროექტები, რომელთა განხორციელებაც ჩვენ გვსურდა. ერთ-ერთი მათ შორის იყო ნახშირზე მომუშავე თბოსადგური. ანუ აი ამ ჩვენი წინადადებები დროდადრო მიმართავდით ენერგეტიკის სამინისტროს და ასე ვთქვათ, გვინდოდა რომ ისი ყურადღება აქეთკენ მოეპყრო, მაგრამ ნუ შემდგომში როგორც ჩანს გადაწყდა, რომ ეს გაკოტრებაში ყოფი აქტივები გაყიდულიყო უბრალოდ აუქციონის გზით და რა თქმა უნდა, რახან ეს ეხმიანებოდა იმ გეგმებს, რაც ჩვენ მანამდე ქონდა დასახული და იმ იდეებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და განვითარების სტრატეგიას, ჩვენ ჩავთვალეთ ჩვენთვის საინტერესოდ, რომ ამ აუქციონში მიგვიღო მონაწილეობა და შეგვეძინა თბილსრეს. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით, ბეჟუაშვილის კომპანიას ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2013 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა გაეშვა. თუმცა 2013 წლის ივლისში, როცა ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება გავიდა, მშენებლობა დაწყებულიც არ იყო. ხელშეკრულების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ეკონომიკის სამინისტროს კომპანიის მიმართ სანქციები უნდა გამოეყენებინა.
თუმცა სამინისტრო თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხით მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2013 წლის იანვარში დაინტერესდა და კომპანიისგან ინფორმაცია მოითხოვა. ამის საპასუხოდ კი ინვესტორმა 4 მარტს წერილით მიმართა სამინისტროს და მშენებლობის ვადის განხანგრძლივება 2017 წლის 1 იანვრამდე მოითხოვა. 2014 წლის თებერვალში სტუდია მონიტორი ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიისგან ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, იგეგმება თუ არა კვლავ თბოელექტროსადგურის მშენებლობა. აგრეთვე დავინტერესდით ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისთვის კომპანიის მიმართ რაიმე სანქციები თუ გაატარა, თუმცა მხარეებმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. მეორე საკითხი, რომლითაც დავინტერესდით, იყო ის თუ როგორ გადაწყვიტა მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფის საკითხი ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ. ჩვენ გადაცემაში ვაჩვენეთ, რომ ელექტროენერგიის წარმოების ღრული ტარიფი 2000 წელს გაიზარდა და კილოვატ-საათისთვის 9.134 თეთრი შეადგინა. სემექში გაგზავნილ წერილზე პასუხად მივიღეთ, რომ ტარიფის ზრდა ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად მოხდა. 2007 წლიდან 2010 წლის აგვისტომდე სემეკი თბილსრეს გაზის საფასურს 1.73 დოლარს კურსით დოლართან მიმართებაში უანგარიშებდა. 2010 წლის აგვისტოში კურსმა 1.85-მდე აიწია და ახალი დადგენილებაც სწორედ ამ კურსს მოარგეს. აგვისტოს შემდეგ კურსი ისევ დაბლა წამოვიდა და კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, მაგრამ სემექს კორექტირება არ გაუკეთებია და ტარიფი წლების განმავლობაში 1.85 კურსით იყო დადგენილი. შემოსავლებსაც სწორედ ამ კუთხით უხდიდა ბაზარი კორპორაციას, რაც რამდენიმე მილიონი ლარის მოგებას შეადგენს. სემექს აქვს უფლება რომ გადათვალოს ეს იმის უფლებაც კი აქვს, რომ უყუღმა გადათვალოს ეს, ანუ თუ ჩათვლის, რომ ზედმეტად არის ამის გამო მიღებული რაღაც მოგება შეუძლია მე შემდგომში გაითვალისწინოს, ეს მის წესებში და კანონში თუ წერია. შემდგომი წლების ტარიფებში ეს არის მათი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე. ტარიფის გადასინჯვის საკითხი დღემდე არ დამდგარა. ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლიდან 2 თვეში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომლითაც ელექტროენერგიის წარმოების ღრული ტარიფი კილოვატ-საათზე 7.492 თეთრამდე შეამცირა. შემცირებამდე კი ტარიფი 9.134 თეთრს შეადგენდა. ოქტომბერში ტარიფის შემცირება მოსახლეობის ელექტროენერგიის გადასახადზე არ ასახულა. ამის მიზეზად მარეგულირებელმა კომისიამ ის დაასახელა, რომ სამომხმარებლო ტარიფი არის მთავრობასა და ინვესტორს შორის მემორანდუმით დარეგულირებული. ამიტომაც ახალი დადგენილებით ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა იხეირეს. კერძოდ ისინი მოსახლეობისგან იგივე თანხას იღებენ, რასაც ადრე, ხოლო ელექტროენერგიის გამომმუშავებლებს ნაკლებს უხდიან. ამის შედეგად კი თელასი და ენერგოპრო წელს მილიონობით ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს.